ხვიჩა კვარაცხელია PSG-ში გადავიდა. დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ წაუვა ხვიჩას თამაში თავის ახალ გუნდში. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დავიწყოთ კარგი ამბით. ხვიჩას საკმაოდ დადებითი თავსებადობა აქვს PSG-ს მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუის ენრიკე ხვიჩას თამაშით როგორც წესი კმაყოფილი დარჩება და იგი სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას არჩევანს სტანდარტულად სწორედ ხვიჩას სასარგებლოდ გააკეთებს. თუმცა ხვიჩა ფრთხილად უნდა იყოს PSG-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ხელაიფისთან. მართალია ნასერ ალ-ხელაიფიმ ტრანსფერის დასრულებისას ხვიჩას მისამართით საქებარე სიტყვები არ დაიშურა, მაგრამ ამ სიტყვებმა ხვიჩას არ უნდა მოატყუონ. ნასერ ალ-ხელაიფის შესაძლოა ხვიჩას მიმართ არასწორი მოლოდინები ჰქონდეს და იმაზე მეტი მოითხოვოს, რაც საჭიროა. გადავიდეთ PSG-ს ფეხბურთელებზე. ხვიჩას კონკურენტებად მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე ყავს ბრადლი ბარკოლა და დეზირე დუე. მთავარი კონკურენტი მაინც ბარკოლაა, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. სამწუხაროდ ხვიჩას ბარკოლასთან საკმაოდ ცუდი თავსებადობა აქვს. ბარკოლა მისთვის ასტროლოგიურად პრობლემების შემქმნელია. ამ შემთხვევაშიც მწვრთნელის ლუის ენრიკეს იმედი უნდა გქონდეს, რომ იგი მარცხენა ფლანგზე არჩევანს ხვიჩას სასარგებლოდ გააკეთებს. თან ისიცაა, რომ ბარკოლა განსხვავებით ხვიჩასგან მარჯვენა ფლანგზეს არანაკლებ ეფექტურია. ახლა რაც შეეხება PSG-ს სხვა ფეხბურთელებს. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად შეთამაშდება ფაბიან რუისთან, ჟუან ნევეშთან, ნუნუ მენდეშთან და განსაკუთრებით სენი მეილუსთან. თუ ამ უკანასკნელმა სასტარტოში ხშირად ითამაშა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ხვიჩასთვის ძალიან კარგია როგორც ლიკანინი, ასევე გონსალუ რამუში. აი რაც შეეხება უსმან დემბელეს, დემბელესთან ხვიჩა მართლაც შესანიშნავ ტანდემს შექმნის. მოკლედ რომ შევაჯამოთ. ხვიჩას PSG-ში ფანტასტიკური გარემო ელოდება. ერთადერთი, ვისაც იგი უნდა უფრთხილდეს, არის თავდამსხმელი ბარკოლა და პრეზიდენტი ალ-ხელაიფი. მაგრამ როგორც ხედავთ, პოზიტიური ნეგატიურს აშკარად გადაწონის და ამიტომ ხვიჩას წარმატებას PSG-ში წინ არაფერი უდგას. მე კი დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.